მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი ამოცანა ნომერი 11. F ფოკუსური მანძილის მქონე ლინზა ეკრანზე ქმნის საგნის ორჯერ შემცირებულ გამოსახულებასო და ჩვენი მიზანია ვიპოვოთ მანძილის საგანსა და ეკრანს შორის. ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულობით გვეუბნებიან, რომ ფოკუსური მანძილი არის F-io და რადგანაც ლინზა ეკრანზე ქმნის ორჯერ შემცირებულ გამოსახულებას, გამადიდებლობა ტოლი გამოგვდის. თავისუფლად ტოლი არის F შეფარდებული D-სთან, ეს ტოლი არის ყოფილა 1/2-ის, ხო? ასე და ჩვენ ვკითხებიან მანძილს საგანსა და ეკრანს შორის და მოდი ელით ავნიშნოთ. მოდით ახლა შევხედოთ რა გვაქვს. ავიღოთ მთავარი ოპტიკური ღერძი, შემკრებილი ლინზა გვაქვს აგერ, შემკრები რო არის მევანიშნოთ ასეთი ისრებით. პირობითად აქ იყოს ფოკუსური მანძილი F-ი, აქ იყოს ორმაგი ფოკუსური მანძილი 2F-ი, აქაც გვაქვს F-ი და აქაც აიგივე გვაქვს ორმაგი ფოკუსური მანძილი F-ი. ხო, იმისთვის რომ ჩვენ შემცირებული გამოსახულება მივიღოთ შემკრებ ლინზაში, ამისთვის საჭირო არის რომ საგანი მოვათავსოთ ორმაგ ფოკუსურ მანძილზე თან შედარებით მოშორებით, აი აქ დავუშვათ, აქ მოვასათავსებთ და მოდი ავაყობთ აი ამ სანთლის გამოსახულება ლინზაში. რა გვექნება ესე იგი, თუ ჩვენ განვიხილავთ მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურ სხივს, რომელიც ეცემა ამ ჩვენ ლინზას, გარდატყდება ისე რომ გაივლის მთავარ ოპტიკურ ფოკუსში, რაღაცა ვერ ვატარებ. ასე გაივლის. ხოლო ის სხივი, რომელიც მთავარ ოპტიკურ ცენტრში გაივლის, არ გარდატყდება, მიმართულებას არ შეიცვლის. შესაბამისად, მიღებული გამოსახულება იქნება აი აქ. თუ ეკრანი გვაქვს პირობითად აი აქ უნდა მივიღოთ, ეკრანი ქონია აქ. კი ბატონო, ესე იგი ეს რა მანძილი არის? აი ეს მანძილი არის მანძილი საგანსა და ლინზას შორის D-ი აღნიშნავთ ხოლმე. ხოლო აი ეს მანძილი უკვე არის F-ი, მანძილი გამოსახულებასა და ლინზას შორის. შესაბამისად, თვითონ საგანსა და გამოსახულებას შორის მანძილი L ტოლი იქნება D+ F-ის, იმიტომ რომ თუ საგნიდან ლინზამდე მანძილი D და ლინზიდან გამოსახულებამდე F-ი, თვითონ საგნიდან გამოსახულებამდე მანძილი ამათი ჯამი იქნება, ხო? ეს ერთი პირობა გვაქვს, ხო? და მეორე მხრივ თუ ჩავწერთ ჩვენ ლინზის ფორმულაც 1 შეფარდებული F-თან უდრის 1 შეფარდებული D+ 1 შეფარდებული F-თან, აი ასე ბატონო ჩემო, ეს ის ტოლი იქნება. გამოვიყენოთ აი ეს პირობა. აქედან ჩვენ რა გამოგვდის? აქედან ჩვენ გამოგვივა რომ D-რას უდრის, აქედან D რო განსხვავებთ, ზოგი არ იქნება, D იქნება 2F-ი, ხო? აი აქედან D არის 2F-ი და მაშინ ჩავსვა D თუ 2F-ია, გვიქნება 1 შეფარდებული 2F-თან. ესე იგი ამას ფაქტს ვიყენებთ, რომ D არის 2F-ი პლუს 1 შეფარდებული F-თან, ეს ტოლი იქნება საერთოა 2F-ი და ზემოთ გვექნება ჩვენ ახლა რამდენი 1+2 3. აჰა, ესე იგი, ჩვენ რა გამოგვივიდა? 1 შეფარდებული F-თან გამოგვივიდა 3 შეფარდებული 2F-თან და მაშინ თუ შევაბრუნებთ 1 შეფარდებული F-ს, F გამოგვდის 2F მესამედის ტოლი, საიდანაც F-ი ტოლი ყოფილა 3/2 F-ის. 3F მეორედის. F-ი თუ ტოლი არის 3/2 F-ის, მაშინ D ტოლი იქნება 2ჯერ F-ის. ანუ კიდევ ეს რო 2ჯერ გავამრავლებთ. D იქნება 2ჯერ ის გამოსახულება მოგცემს 3F-ს და მაშინ L-ისთვის მივიღებთ D არის 3F-ი დამატებული F-ი არის 3F მეორედი. ეს ტოლია 3F-ს პლუს 3/2 F-ი 1/5 F-ი ტოლი გამოგვდის 4/5 F-ის. ესე იგი საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი, საძიებელი მანძილი L ტოლი ყოფილა 4/5 F-ის. კი ბატონო, ეს კი არის პასუხი რომელი B.